მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სანდრო კალმახელიძე და თქვენ უყურებთ სანდროს გარას. მოკლედ ახლა რაზე დაგიბრუნდით? პირველ რიგში მეგობრებო, უნდა გითხრათ ერთი ახალი ამბავი, ჩემი C43 დავდე გასაყიდად და ამას შეხედეთ რა სვეჟად გამოიყურება. Დაჟე ფოტოებს და ვიდეოებს რო ვიღებდი, ვფიქრობდი მეთქი დავდო გასაყიდად ეს მანქანა თუ არ დავდო. რო გავყიდო, მერე სად წავიდე, სხვა რა ვიყიდო. Ვისაც TikTok-იდან გახსოვთ, ჩამოვიდა ძალიან დაბალი 24000 მილიგარბენით და ძალიან პატარა დაზიანებით. სულ მეჯდა 17000 და სხვადასხვა მანქანები რო ჩამოვიდა, მეთქი დავადებ რა 22000 თუ გაიყიდა. მოკლედ დავდე თუ არა ახალი ფოტო და ვიდეოები შემდეგ დღეს მოვიდნენ მანქანის წასაყვანად. მეთქი საქართველოში რჩებოდა მანქანა, მაგრამ უკაცრავად წავიდა მოლდოვაში რეექსპორტზე. თან იცით რამდენად? $21000. ცოტა გული კი დამწყდა მიყვარდა, მაგრამ არა უშავს. თავარია უკეთესი მანქანა ვიყიდო რა. დაახლოებით იგივე ბიუჯეტში თქვენ რა მანქანას მირჩევდით, აბა გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში. და ასევე დაწერეთ თქვენს რომელ მანქანის გაყიდვაზე დაგწყდათ ყველაზე მეტად გული. ამ მანქანას კი დაუყენეს რეექსპორტის ნომრები და დავემშვიდობეთ. აბა ჰე. ამასობაში კი ვინც ჩემს TikTok-ს ადევნებ, თვალს გეცოდნებათ რომ ჩამოვიყვანე Tesla Model 3 პერფორმანსი ინტერესის გამო. მეთქი ცოტა ხანი მეყოლება და გავყიდი, მაგრამ ჯერჯერობით არ იყიდება და გიჟივით დადის, მაგარი სწრაფია და ქალაქშიც საკმაოდ ეკონომიური. $25 დენი და დიხარ მთელი კვირა. ეგეც თან გარეთ ვტენი და იმ Mercedes-ში კვირაში მინდოდა დაახლოებით $250-300 ლარის ბენზინი. ერთი დატანვით 350 კილომეტრს კი გადის და მეტი რაღა უნდა ქნას. თან ნომრებს ვინც დააკვირდით, JZ-ია რა, ხომ იხდით? C-კლასის ნომრები კი რა თქმა უნდა მის დიდ ბაბუაზე დაყენდა. როგორც ხედავთ უკვე განვაბაჟე, განბაჟდა როგორც კლასიკა და გადავიხადე დაახლოებით 5000 ლარი. ყველაფერი ძალიან მარტივად გავაკეთე, რუსთავში ჩავირბინე, ჩამოვირბინე და ეხლა მივდივარ ნოდარისთან. მოკლედ ესე გადაწყდა რომ ამ მანქანიდან უნდა ამოვიღო ძრავი რა. და რატო უნდა ამოვიღო? წავიდეთ ახლა და მაგას გზაში განახეთ. ეს ნომრები ამაზე ძალიან მეუცხოვება. არა მგონია ახლა დაუტოვო ამას ეს ნომრები რა. პროსტა ის მანქანა რო გავყიდე, პროსტა გაჩერებას ვარემ ამას დავუყენე. მე ალბათ რამე 126 საუღებ ან რაღაც ეგრე რა. რა ვიცი, ცოტა ხნით ამ ნომრებით იქნება. ის Tesla ივენა ვერ მოვიშორე. კი კაი, ასე ქალაქში სარბენად, მაგრამ ჩემი არ არის რა. რამე კაი მანქანა უნდა ვიყიდო და რა მანქანა ვიყიდო არ ვიცი ჯერ. წავედით ახლა, ძალიან კაი ამინდი გვაქვს დღეს. ჩავიდეთ ნატახტარში და დანარჩენს მოგიყვებით გზაში. მოხები ხო რა ციცი? დავადექით გზას და მოკლედ მოგიყვებით რატო უნდა ამოვიღოთ ძრავი. ჯერ პირველ რიგში ისედაც სხვა მოსაღები იყო, რადგან უნდა ამოვიღებო შიგნით. როგორც მიხვდით, გადაწყდა გადაღებოა და უნდა შევიღებო შავად რა. მინდა რომ შავი იყოს და ქვევით კონდეს ნაცრისფერი მხარე რა, როგორც ქარხნულად იყო ხოლმე მაგ Mercedes-ებში. სულ შავი არ მინდა რა. ზევით მინდა შავი და ქვევით ეს პლასმასები, კარნიზები კონდეს თაგვისფერი. ხო და თან რომ ამოვიღებ ძრავს, ეს ძრავი მშვენივრად მუშაობს, არაფერი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეს მანქანა გამოდგა 500 კი არა, 380. ანუ 3 და 8 ძრავი დევს ამაში რა. ხო და ამ ძრავის დატოვება თავისუფლად კი შეიძლებოდა და იქნებოდა 3 და 8 ქარხნულად. ვინ კოდით ყოფილა 3 და 8 რა? განა გადაკეთებული აქვს და ძრავი ამოღებული და ასე შემდეგ. არ და Carfax-ში არ ეწერა არაფერი ვაფშე რა. პროსტა ეწერა 126. აუქციონზე როგორც გახსოვთ 500 იყო და მერე ბირკასაც დავაკვირდი, მერე ნოდარინად შეხედა იმას ამას და მოკლედ 3 და 8 ძრავია და 380 სექი არის ქარხნული. ხო და ნოდარის ეხლა იქ უყენია თავისთან, თავისთვის აპირებდა მაგ მანქანის აწყობას, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო აღარ გამოსდის 560 ესეთი კუპე რა. მითხრა რომ იმის ძრავს მომცემდა თუ ვისურვებდი და მეც ბარემ თუ ეს მანქანა მეყოლებოდა ამ მანქანის საუკეთესო ვერსია უნდა მყოლოდა რა, რაც შეიძლებოდა. 5 და 6 რა, 560 სექი რო იყოს, ჩემთვის არის იდეალური. ესეც კი ნორმალურად და დგა რა. ვერ ყოფნის რა. ხო და 5 და 6 სულ სხვა იქნება ჩემი აზრით. ამიტომ მითხრა რომ $2000 მომცემდა მაგ ძრავს თავის ჩადგმიანად და რა ვიცი, მინდა რომ ჩავდგა რა. თქვენ რას ფიქრობთ, აბა როგორი აზრია? მე მგონი შავი, კაი ვიძე, კაი დისკებზე და 5 და 6 ძრავით კაია რა. და აბა ეხლა წარმოვიდგინეთ შავი, კაი დისკებზე, რამე შავი სალონით ესა და ვუცებ 3 და 8 ძრავი რა. ბარემ 5 და 6 გლიჯეთ. კი არ მქონდა ახლა მაგაზე გათვლილი თანხა, მაგრამ არა უშავს თუ ვაკეთებ, ბარემ ბოლომდე უნდა გავაკეთო რა.
აი ეს პროცესი ისე იწელება ყველაფერი, თუ ნერვები არ გაქვთ და თუ დიდი სურვილი არ გაქვთ, დამჯერეთ ძველი მანქანა არ იყიდო. აღარ აქვს რა ნერვები, ამის დედაც ვადინე. ეხლა და ისე ვარ პროსტა რომ ბოლოში რო გავალ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ბოლოში რო გავალ, როგორ ვიკაიფებ რა და ეხლა ცოტა-ცოტას კაიფობ რა. აი ეს სიარულით უბერავ. უი, კიდე ერთი ამბავი. ეს სპიდომეტრი არ მუშაობს. მეთქი ბიჭო, რას 92 აქვს ამ მანქანას გარბენი და ვინიცის რამდენი ხანი ამას 92 აქვს. კაი დიდი წინასიტყვაობა გამოგვივიდა, ვეცდები გადავიღო ეხლა ძრავის ამოღების პროცესი და მერე ჩადგმისაც მანამდე წამოის ცისფერი მანქანა ვნახოთ. ყობა, გაიღვიძე, ყობა. ჩამოვიდა მანქანა, ჩამოვიდა და როგორ მომნატრებია, ამას უყურეთ რა ლამაზია. ჩამოვაგოროთ ერთი, ჩამოვაგოროთ. ტორმოზი ხო იჭერს? დააჭირე აბა ტორმოზს, იჭერს თუ არ? ვაფშე? ხო, მაინც არაფერი არ არის. მანქანაც შევიყვანეთ შიგნით, გარედან კარგად დაათვალიერეს, საბურავებიც დახსნეს, ძრავშიც ჩავიხედეთ, ზედაპირულადაც გადავხედეთ ყველაფერს და ავწიეთ მანქანა. ნოდარიძემ ქვევიდან ყველაფერს კარგად შეხედა, გულიანად გადაათვალიერა, სავალი ნაწილის დაზიანებაც შეაფასა და უკვე თითქმის ვიცით რა გვჭირდება. აქ ახლა ბოლტები ხო გადისხე და ხო. აი ამ ბოლტებს ჟართ უყურე როგორ არის დასული და შენ წარმოიდგინე შიგნით რა იქნება ხო? დაცხელებული უკვე. ვარიანტი არ არსებობს თუ არ გადაწყდეს. არა, ეს შეუძლია. ეს იასნია რომ აი ეს ავის ამიანას ეს რეჟიმები ნორმალურია. ისე ქვევიდან არა აქვს ბევრჯანგი, ანუ ამაებში ცოტა. აი მაგიზი აქვს, ასნამოვი, იქით პატარა ზურა. აი ეს იგივე ანალოგიური მეტად არის იქით ამხარები. აი ეს ადგილი, აი. მაგას რა უნდა უკრა? ესენი უნდა ასუფთავდეს ყველა ვარიანტში. თუ დირკა აქვს, პატარა ლაპტები უნდა დავა. ბენზონასოსი ვარგა ხო? ბენზონასოსი დატრიალდა რა, გაჭედილი არა, მაგრამ ფილტრი არ აყენია რა, აი ფილტრი არ აყენია. ეს ტრუბკების მომარობა იცი. ტრუბკები ხო შესაძლებელია. შესაძლებელი კი არა. ისინი არ აქვს. ტორმოზის იმებზე ამბობთ ხო ტრუბკები? ტორმოზის ტრუბკები შესაძლებელია. აი ეს ტრაინიკის გამოსასვლელია, ხედავ? ეს პუსტარულია, ამას უნდა სამაგრი ხონდეს რა ზემოთ. ეს შენიდან წამოსვლელია, ეს ვაფშე ახალი ტრუბკა აღებია. ის გადაჭრილია. ხო, კაროჩე დაწყებული ქონათ ამის გაკეთება იქ მე მგონი რა რაღაცა. აი, არა, აი, ამებში, სპირო, ეს არის ცენტრალური. ხედავ, აი ეს გადაჭრილია. შავის მერე რა, ჟანგირვაკ. ხო. მაგის შიგნით, აი პილნიკი ვიცხო, ზის პაჩებნიკი, ხო. ეხლა არ არის გამორიცხული, ამ ცოტა ხანში რომ და გაივლი, დაიწყოს რეალი რა, ხმაური. ავი დავცოლოთ იგი. აი ეს არა ასრულებს როგორც როგორ აგეცნა, ტრადიციის მოვალეობას რა. აი ეს უჭირავს, აი უყურე, აი აქედან ეს პაჩებნიკი უჭირავს. აი ამ ტრუკებს რა. მოძრავია მოკლედ ეს. რედუქტორი არა შრალია ვაფშე. რა პოლში და რამეში არ ეტყობა ჟანგები რა ვაფშე. პოლში არა. ეს ადგილები ყველაზე თხელი ამ მანქანით მოკლედ რა, ხო? ხო, ყველაზე ძალიან მაგარი. ეს არკები რა. აი აქეთ ამხარე კარმიზი განახო. აი ეს არ დაწყებული, ხედავ, აი მაგის. განარჩენი საღია. აი ამორდატორს უყურე, როგორი სისველი აქვს, ხედავ? აი ეს არის სისველი. უკვე დაწყებული აქვს რა. წინა მარცხენა ამორტიზატორი შესაძლებელია და შლანგები რა. იქით არა შუა. იქითა ახლა ვიზუალში რო უყურებ, არ არის სისველი, აი ნახე, შედარებით მშრალია, მაგრამ ჯობია ორივე. ხო, ნუ ცალის შეცვლა ორივე ერთად ჯობია. აი ეს ადგილია კიდე ასამრო, აი უყურე, სუხოვის, თვითონ ეს სუხოვის ისინი ჯანგებშია, ინჟინერების უყურებ რა მდგომარეობაში არის. იმ კუპეს ვაფშე ჯანგი არ ქონდა რა, ესეთი და ვაფშე არც არკებში არის. ნუ ეს კარტერი იასნია რომ ჩამოსახსნელია და გასასწორებელია, ხედავ, გამერი შესაძლებელი. დარტყმულია ხო რა. დარტყმულია. განაჩენი ახლა ისეთი ყუზავოს ამე ჭიდეს არაფერი არ აქვს სერიოზული. აბა, პირველი და ქოკო. ჯერ ვაკი გამოსარეცხია და აქ ჩავასხეთ ბენზინი აქვე. ვიდიგია. ოიცა ჩავას. დიდი. დიდი.
დროსელია გაჭედი. ო, აი, სწორედ მაგაშია საქმე. ვერ მისცემია. დიდი რა შეგაიგოსი რა. ბენზონა სოციალურ დაიკითხეს რა. მოსახსნელია ყველა ვარიანტი. დროსელი რო გავახსნელია ხა. რუსელია გაჭედილი რა. ტელეფონია. ტელეფონია. აუ. ტელეფონი ნახეთ. ლუკი მუშაობს. ლუკი რატო არ მუშაობს? ეს მუშაობს. სამებიც მუშაობს. ზღოლის არ ჩადეს. ეს ჩამოდის. ესეც ჩამოდის. დღეს მეც ვეღარაფერს ვიზავთ და წავედით სახლში ნაწილებისია ნოდარიმ გამოგვატანა რაც დაგჭირდება. სავალ ნაწილს თვითონ მიხედავს, ზეთებს სკოლებში და ძრავშიც შეცვლის და ერთ კვირაში მოვალთ. 1 week later. ერთი კვირა მოუთმენლად ველოდი ამ დღეს და როგორც იქნა მოვდივარ მანქანის სანახავად. ესეც ჩვენი 126-ის ბებერი სედანი, რომელიც როგორც ხედავთ ამ წელზე აღარ დგას და საბურავებიც უყენია, მაგრად მაინტერესებს როგორი გამოვიდა, მაგრამ მოდი მანამდე შევხედოთ ძრავს, რომელიც ჩემს კუპეში უნდა ჩავდგა. ეს ცისფერი კუპე არის ნოდარის მანქანა, რომელსაც თავისთვის აწყობდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვეღარა აწყო. ეს კი ჩვენი მომავალი ძრავი, 5 და 6, 8 ცილინდრიანი EMAS 17 ძრავი, რომელიც გამოდიოდა 85-დან 91 წლამდე. იმ დროს მართლა სენსაცია იყო, ძალიან ძლიერ ძრავად ითვლებოდა, ჰქონდა 300 ცხენის ძალა და ჩქარდებოდა 7-8 წამში. უბრალოდ არ წარმოიდგენთ ხოლმე ეს იმ დროისთვის რა მანქანა იქნებოდა, მაგრამ ეს რა არის, ამას აქ რა უნდა? ამას აქ რა უნდა არ ვიცი, მაგრამ ეს ვიცი. შავიც გაიჭი. შავს მაინც თავის მუღამი აქვს რა. აი ეს ლონგი არ არის? არა, ლონგი. შეიძლება ეგეთი დისკები დაუყენო ვაფშე ჩემსას რა. დაუყენო ეგეთი დისკები ჩემსას. თუ ცოტა სპორტულობი მივატ. ეს რამეთანი. აუ. არა ვიდათ. ორ ბილად კი ის რა რას გავს. იჰა. საათივით მუშაობს, ძრავი, რა. ვა, რა ჩუმად მუშაობს. სიგნით რომ კარტერი რომ მო. ქართული ყველა ნაწილი მუშაობს. არც ერთი არ არის პრიალექი, აი ესეთი ცეტრია. სიგნით კარტერიც, ა? კაროჩე, ეს მანქანა უეჭველი გააკეთეს და საბუთი ვეღარ გააკეთეს ბოლოს რა, სამ მანქანის საბუთი. აი, ტორმუზის ბაჩოკის შეცვლილი. აბა ესეთია თუ რა. ტორმუზის ბაჩოკის შეცვლილია. ტორმკეს გორა ის გავაჩერე, აი შეფას მე დავაჩერე. ტორმუზი და დაწყება. ო, ცული დაიწყო აკეთეს. ეხა ეგ რა ქენით, პროსტა ჩაარჭეთ იმაში? ვიდეო ის პროზე იმასთან რა. რა ჭირს მაგენას კი? კონტაქტი აქვს თუ რა? რა ჩემთვის შემოდგინე პრიამოიზი, ბიჭო, მუშაობს, რო გაალაყრაგებ და. მოროხო. და რო ჩაუხრე? გაალაყრაგ. ჩემსას იგივე არა აქვს, როგორ მოვაყრე. მიდი. არის. მიდი ამოიღე. ამას არ ყოფნის, კაროჩე ეს ძრავია, კიდე გავიცვლია. მოვიდოდი ვაჭერ არ მოდის. ვერ იცნობ მე. ო, ვაფშე ვერ იცნობ. და მანქანის გემოს გაიგეს რა მე. ეს? იჯება გააღოძა. შენ ბუდი. ბუდი არ მოსავდა. მიდი. აი, იქით უნდა მივაწეთ. რამე რო ჩაუდოთ აქ რო იქით იყოს. თავისი. ესე როგორც არის, ნახე აი იქით მიწოვდება რა. ნეტა ესე კარგად დადიოდეს ახლა როგორც მუშაობს. ყოლოფი და რამე. აბა, პირველი გამოსვლა და პირველი გავლა საქართველოს მიწაზე. აიღეთ, არის. გაასწორეთ. რა წყნარად მუშაობს ძრავი. და რა ლამაზი ფერია. ბეშინია ეს უფრო არ მომეწონოს ვიდრე კუპე. აბა, პასაჟირად დავზდები ჯერ. როგორ დადის? ამაურად მუშაობს, არა ყოლოფი. ნელა იარე.იანად ჯერ გაარეს. ეხა გავალდა გავიწევ.
დადის მოკლედ ყველაფერი მუშაობს აპორნებია ჟანგიანი რა თქმა უნდა ეხლა მათ წავიყვანო გავარეცხინო ეს მანქანა თორე ჭუჭყიანი ძუნგლიანია კაი ვიძე კი არის რა და ლამაზი ფერია ძალიან სალონიც მშვენიერი ლურჯი ფერის არის თავარი რისიც ბეშინოდა და რაც არის ზოგადად ამ მანქანაში მთავარი ძრავი ყველაფერი კარგი აქვს რა ცოტა ჟანგები აქვს მაგას კი მივხედავ ნელა რა სიტყვით აბა მეგობრებო კაი შენაძენია აუ ახლა გემია დავით ახლა პირველ რიგში უნდა გავრეცხოთ თორე ძალიან ჭუჭყიანია გარბის ვიდეო გარბის რაზვალი აქვს მაგარი გასასწორებელი წრიბინი გაუდის საბურავებს ისეთ მოვედით სამრეცხაოზე ეგერ არის მანქანა უნდა გამოვიყვანო აქედან გაზბინებული ეს მანქანა პირველად აქვე მცხეთაში გავრეცხე და ამ ეტაპისთვის საკმარისია. ავედით ახლა დროულად რაზვალი გავასწოროთ, თორე თვლებს ისეთი არეული აქვს, ლამის ავყირავდი. ავტობანზე მთელი გზა ჭრიალით მოვდიოდი და მოვედი რაზვალზე ძლივს საშასთან, რომელიც ალბათ ყველა მიცით. ალბათ ყველაზე დიდი ხანია ეს კაცი მუშაობს ამ საქმეზე, ორივე საბურავი შიგნით იდგა მოხრილი და გავასწორებინეთ. რაზვალის გაკეთების შემდეგ მანქანამ რასაც ქვია ამოისუნთქა. ახლა კი მეგობრებო, ნახეთ სად მოვედი, თქვენ თუ ჯერ არ მithქვამს და უყურეთ რა უნდა განახოთ. ოპა, აქ ვინმე დისკები ხომ არ იყიდა? დისმატრია? იმედია, ვინმე არ ფიქრობთ, რომ ეს დისკები ორიგინალია და 2500-დან $3000-მდე გადავიხადე. არა მაქვს, მე კიდე ფუქტაფული კიდას. არა მაქვს. აგერ 1700 ლარად 4-ვე დისკი ვიყიდე, 600 ლარად 2023 წლიანი MS საბურავებიც დავითრია, მგონია რომ მანქანას მაგრად მოუხდება, მგონია რა. თითქმის დარწმუნებული ვარ. 2300 ლარი დამიზდა საბურავები და დისკები, წარმოიდგინეთ. დისკები არის დედალმამალი და რა თქმა უნდა 18-იანები დავაყენე, რომ უფრო შეევსო. საბურავის ზომა კი წინ არის 225-40-18, უკან კი 255-45-45-18. იმენა სერიოზული მასტიგა იჩით არა? იყო მაგარია. როგორც ნახეთ, დისკებიც ვიგინეთ, საბურავებიც დავაყენეთ და ახლა მანქანა ასე გამოიყურება რა. თითქმის ბოლოში გავედით. ბოლოში რა ბევრი არც არაფერი გავუკეთებია, სავალ ნაწილში გავუკეთეთ რაღაცეები, ხელი შევავთ, რაც ვიდეოში ვთქვი და წავედი ბოლოს დისკები ვიყიდე და საბურავები ვიყიდე. ყველაფერი რა დაგვიჯდა მაგას. შემდეგ ვიდეოში ვიტყვი, როცა უკვე საბოლოოდ ყველაფერს დავამთავრებ მანქანას და ჩავწერ. ეხლა დაგვრჩა ამ მანქანაზე გასაკეთებელი პოლირება. კარგად ფრიალებს, მაგრამ მაინც მინდა რომ ნიკელებიც ზარაც კარგად ავაპრიალოთ. პლუს პოლირებას რო გავუკეთებთ, გასაკეთებელი გვაქვს იმწვენდა რა თქმა უნდა და დიტეილინგი, იმიტომ რომ შიგნით აქ როგორც იყო, ისევ ისე ცხოვრობენ ჩვენი მკვდარი ბუზები და რაც თავარია შიგნით რა, სალონში ძალიან მისახედია, იმიტომ რომ გარედან ახლა მანქანა ძალიან კარგად გამოიყურება და შიგნით ნახეთ რა ხდება რა, სულ ჭუჭყიანია, ქეჩები სულ ამოსაღებია, სალონი და სამუშაოებელია. კარგად უნდა დამუშავდეს თუ შეიღებოს თუ რავი რაც უნდა მოხდეს არ ვიცი მაგას მივიყვანთ უკვე და ყველაფერს იქ გააკეთებენ რა წინაც იდეაში ეს მაკაგონები დიდად დასამუშავებელი არა მაგრამ რაღაც ადგილებში დასაწეპებელია რა მაგრამ თავარია რომ წუნდა ჭუჭყი მანქანიდან როგორმე უნდა გავიყვანოთ რომ შიგნით ჩაჯდომა მიხაროდეს დანარჩენი აი სიარულით ამ დისკებით ის ერბილად დადის მანქანა მე მეგონა დააგრუბებდა რა მაგრამ ალბათ საბურავებიც რომ უკეთესი არის და კარგბორტიანია და კარგი ხარისხის საბურავია, პირელები დავაყენე. აი ძალიან რბილად დადის მანქანა, არის გემივით, მithumetes ტრასაზე რა. ახლა დეტალურად დაგათვალიერებინებთ სალონის მდგომარეობას, თქვენ შეაფასეთ და მიხვდებით კონკრეტულად რა ჭირდება. იდეაში ქვევიდან უნდა ამოვიღოთ ეს ჩასაფენები და რაც შეიძლება კარგად უნდა გაირეცხოს რამდენჯერმე. ამ აბივიკებსაც ალბათ ფერი უნდა დაუბრუნოთ. წინაც იგივე მდგომარეობა ამ ჩასაფენებზე და ყველაზე საშინელი რაცაა სალონში ისეთი ცუდი დგას, არ ვიცი ეს როგორ გავა მანქანიდან. ძალიან დიდი ხნის ნადგომი ხოა და რაღაცნაირი ჩაშმორებულის და უბის და რაღაც აი ძალიან ცუდი სუნია მანქანაში რა. თან გზაში რომ მოვდიოდი, მეთქი მოდიაბა ნახო კონდიციონერი და გათბობა თუ მუშაობს ხო და რო ჩავთე რო შემეყარა იქიდან ფქვილივით რაღაცა იმის მერე სახეს ვიბანდი 1-5 საათი იმედია თავის ცურცლი არ შემეყარა სახეზე მოკლედ ამ ყველაფერს უეჭველი ეშველება მთავარია ისე დაიშალოს მანქანა რომ არ გაგვიფუჭდეს პატარ-პატარა რაღაც შპილკები საფრთხილოა რადგან სავარძლებიც რა თქმა უნდა მოხსნას საჭიროებს რადგან უნდა ჩაუტარდეს დეტალური წმენდა ეს უნდა გამოვიდეს როგორი იდეალური იცით აი გარედან რო ვიღაც ჩახედავს მანქანაში რა გაწკრიალებულია სალონი უნდა თქვას საბორგულშიც როგორც გახსოვთ, კაი ამბავი არ არის, ჩასაფენები დევს წინა, რომელიც ასევე გასარეცხია. ეს ჩვენი დისკი ზაპასკა და ამასთან ერთად ობი და ჭუჭყი და რა ვიცი, მე მგონი ცხოველებიც არიან აქ. გუზი მოხარ შენ ცოტა
ახლა კი დროა რომ მანქანა უკვე ქიმწმენდაზე წავიყვანოთ. მოვიყვანეთ მანქანა დელფიში. ჯერ არის ეხლა შევიყვანთ დაიტოვებენ და როგორც თქვეს გამოვა იდეალური. ჯერ გავუკეთებთ მარტო ქიმწმენდას, ყველაფერს ამოვალაგებენ, ნოხებს რაც არის, კეჩებს და არეცხავენ, თან გაიამინდებიან, საკაიფოდ გაშრება. ქიმწმენდის მერე დამრჩება აი ესეთი რაღაცები გასაკეთებელი რა, აი ნახეთ აქ პატარა ბზარი აქ, აქ პატარა ბზარი აქ და აი ამ აბიუკების აღდგენას ვინც აკეთებთ, ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში, რომ იდეალური გამოვიდეს სალონი რა, აი ეს ნახეთ პატარაზე აქ არის ატკოჩილისავით და მიწებება უნდა. უკან კიდე აი აქ ეს არის ცოტა მოშვებული და ეგეთი რაღაცეები რა, აი აქ პატარაზე აი ეს გახეული აქ სალონის აღდგენა უნდა რა და იდეაში ისეთი ლამაზი ფერია, ამის აღდგენა რო გავაკეთოთ და ფერსაც ხოუბრუნებელ ხოლმე ტყავს, აი მერე ულამაზესი იქნება, კიდე უფრო ლამაზი იქნება რა. ეხა სიარულში რაც დადის ხო თქვი და ბევრჯერ თქვი რომ ძალიან რთულად დადის, მაგრამ ხმები აქვს ერთ-ერთი აი ესეთი რაღაცეების რა. ეს აბიუკა არის ცოტა გამოვარნილი, აი ეს ფახფახებს. და ძველი ხმარების კვალი რაც აქვს რა, ესენი ჭრიალი აქვს ცოტა და ამის გაკეთება როგორ შეიძლება. მაგას ნახავთ. ესეც სულ უნდა ჩავრეცხოთ. აქ პატარ-პატარა ჟანგები რაც აქვს, მაგას მე მივხედავ და შევღებავ. ეხლა უნდა შევფუთოთ აი ეს და ეს ჯიგარი, რომ რამე მაინც არ გავაფუჭოთ ელექტროობა და დანარჩენს ჩავრეცხავთ, თორე აი აქ მაგარი ჭუჭყია და ტვერი და რა ვიზეთი. ეს უნდა იყოს გაპრიალები. აბა ბოლო დღეა რაც შენ ჭუჭყიანი იყავი. ამის შემდეგ აღარასდროს აღარ იქნები ჭუჭყიანი. განათებაზე რა ლამაზი ყოფილა, ჰა? მოკლედ წავიდა მანქანის დაშლა, რეცხვა, ქიმწმენდა, ყველაფერი. მანქანაში რაც იყო ყველაფერი ამოვალაგეთ საბარგულიდან, უკანა სავარძებიც მოიხსნა, ცოტა ვიწვალეთ, მაგრამ მოუხსენით. ახლა მანქანა ასე გამოიყურება შიგნიდან და ნახევრად დაშლილია სალონი და ცურცლებს შეხედეთ, ყველგან ცურცლები ყრია თაგვის. იმედია ნეშტებს არ ვიპოვით მანქანაში, მუმიებად ქცეულს და გვამებიც არ შეგხვდება. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აი ეს დისკები, ნახეთ რა ლამაზია, ჰა? კაი, აბაჰე, ვაგრძელებთ დაშლას. ეს უკვე თაგვის ნაჭამს გავს და მეშლება თუ მანქანაში ტრუპია? ტრუპია. ეს საცოდავი ვინიც ის აქ რამდენი ხანი არის და ნეტა მარტოა თუ მეგობრებიც აქ ყავს. გავაგრძელოთ, ალბათ ვიპოვით დანარჩენებსაც. ამასობაში კი წინასავარძლებიც ამოვიღეთ და სალონიც თითქმის დაიშალა. ახლა ყველაზე მეტად ეს ჩასაფენები უნდა გაირეცხოს საფუძვლიანად, სავარძლები განიავდეს და ესეც გაირეცხოს და იმედია ეს სუნი მანქანიდან გავა. რამდენიმე პატარა წურწუნაც ვიპოვეთ, ახლა კი წავედი. მანქანას დავტოვებ, ამ ყველაფერს 3-4 დღე დაჭირდება და ერთად ვნახოთ როგორი გამოვიდა. და რა თქმა უნდა, თქვენთვის 3 დღე 3 წამში გავა და ახლავე დაგათვალიერებინებთ. ნახოთ აბა როგორი გამოვიდა. ამას შეხედეთ. მზად ხართ შედეგის სანახავად? 3, 2, 1. რა სიტყვით მეგობრებო, მაგარი გამოვიდა არა? ამ სილამაზით დღეს გემშვიდობები, თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დააყენეთ ზარისღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ ჩემი შემდეგი ვიდეო, სადაც ამ მანქანის ტესტ-დრაივი და დეტალური მიმოხილვა იქნება. მანამდე კი კომენტარებში შემიფასეთ მანქანა, თქვენი აზრით როგორი გამოვიდა და 1-დან 10-მდე რამდენ ქულას დაუწერდით. მე და ჩემი ბებერი კი გემშვიდობებით, აბა დროებით, მომავალ შეხვედრამდე.